არაოფიციალური მონაცემებით 8-9 იანვარს ირანში საპროტესტო აქციებს 12,000 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემებს წყაროებზე დაყრდნობით ირან ინტერნეიშნალი აქვეყნებს. როიტერსის ცნობით კი დაღუპულია დაახლოებით 2,000 ადამიანი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის სამთავრობო ძალებმა ანტისამთავრობო აქციაზე 17 წლის ფეხბურთელი მოკლა, სტუდენტს დამიზნებით ესროლეს. ირანი მზადა ამერიკასთან ომისთვის, თუმცა მოლაპარაკებებისთვის ღია. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. მანამდე აქციების დარბევაზე საპასუხო ზომებით ირანს ტრამპი დაემუქრა. ირანში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ ევროკავშირი დამატებით სანქციებს ამზადებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს, რომლებიც მამაცურად იბრძვიან თავისუფლებისთვის, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. 2025 წელს გაზპრომმა საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40,4%-ით გაზარდა. მთავრობის ვებგვერდზე გასაჯაროვდა კობახიძის განკარგულება რუსული გაზის შესყიდვაზე, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავდა. ამ ეტაპზე დოკუმენტი აღარ იძებნება.